და როგორ ხარ? კარგად, მადლობა. არაჩვეულებრივად გამოიყურები, აი ანათებ პირდაპირ. მადლობა შენ საერთოდ გამოიყურები. დიდი მიხარია რომ მადლობა. როგორი ისა გაქვს უკან ფონით საინტერესო უკვე ერთი სული, მაგალითად დედასფიცა ვარ. აი არასდროს არ ქონია ღელვა ეთერის წინ და ეხლა რატომ აქ არ ვიცი, იმიტომ რომ გახსოვს შენთან რომ ვიყავი და რო ჩარცე და რაღაცნაირად დამბურთგლა პირდაპირ ამ გონგის ხმაზე თუ ვიბრაციებზე, არ ვიცი, მე ცოტა ისეთი ვარ, ფრთხილი ვარ ესეც საკითხებთან და ამიტომ ერთი სული მაქვს ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი ლაივი და ბოლოს გავაკეთოთ ეს ჩვენი თვითდიაგნოსტიკა ხო, როგორც შენ ამბობ. კი და ჩვენს მაყურებელს ვეტყოდი რომ ბოლოსთვის მოიმარაგონ კურსასმენები და ასევე გადაფურცელი, იმიტომ რომ პატარა სავარჯიშოს გავაკეთებთ გონგის ფერებთან ერთად, რაც დაეხმარებათ, ესე ვთქვათ, თავიანთ თავში ჩაღრმავებაში და შინაგანი სამყაროს დანახვაში. რაც შეგვიძლია ესე ვთქვათ, ეთერით გავაკეთოთ და მივცეთ ადამიანებს. ანუ კალამი და ფურცელი გჭირდება და კურსასმენები. მეგობრებო, ხომ ხართ ჩვენთან და ხომ ხართ მზად რომ ჩაერთოთ აი ამ ექსპერიმენტში. პირველ რიგში მოდი გავეცნოთ მაყურებელს, ეთო გაგვეცანი თუ შეიძლება და უფრო მეტი გაგვიზიარე. შენი არის ძალიან საინტერესო, არ ვიცი, ფოტოები რომ ნახე, აი გაოგნებული ვიყავი და მომინდა რომ კიდევ უფრო მეტად გამიგო ბევრი რამ შენ შესახებ. მოკლედ წარგენას როცა მხოლმე მეც ესე მიჭირს რომ რაღაცებს მივაკუთვნო თავი. რამდენიმე პროფესია აქვს ესე ვთქვათ, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც გეითი თერაპევტი გონგის ოსტატი ესე წარგიდგებით და როგორც აღნიშნე ძალიან ბევრი ჰობით ვარ დაკავებული, მოკლედ ძალიან მქონდა ძალიან აქტიური პერიოდი ცხოვრებაში, როცა არ ვიცი, აი ყველაფერი ვცადე, რაც კი იმ მომენტში ჩემს ხელში იყო. და ეს ძალიან გაამრავალფეროვნა ჩემი ხასიათით, ჩემი ცხოვრებაც და რა თქმა უნდა, სხვების მიერ ჩემი აღქმაც, იმიტომ რომ ყველას ეგ რეაქცია აქვს ხოლმე, რომ ვაიმე ამდენ რამეს აკეთებ და იყო პერიოდი, რომ აი მაგ ყველაფერს რაც ჩამოთვალე, ყველაფერს ერთად ვაკეთებდი მაგალითად რა. ჩემ შესახებ პიროვნულად რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ძალიან გულღია ვარ, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ორჯერ შევხვედრი ვართ ხო პირადად და ასევე მინდა გითხრა აუცილებლად როგორი უკავშირები წარმოვიდა, როდესაც შენი ისტორიები დავდე, შენ რო შენი მხრიდან უკავშირს აკეთებდი ჩემს კონსულტაციაზე, ყველა მაიცალსახად, აი აბსოლუტურად ყველა მომწერა როგორი სასიამოვნო ქალბატონია, როგორი სასიამოვნო და ესეთი პოზიტიური ენერგიის მქონე ადამიანი არისო, რაცაც ეთანხმები რა თქმა უნდა. ძალიან სასიამოვნოა მოსასმენად, იმიტომ რომ გულწრფელია ეს დამოკიდებულება, რასაც მე ვუშვებ და გამოვხატავ ესე ვთქვათ და მოკლედ დიდთან დიდი ვარ, პატარასთან პატარა და ჩემი ესეთი ხასიათის დამახასიათებელი რითმისება ეგ არის, რომ გულღია ვარ, გულწრფელი და უბრალო ესე ვთქვათ და ამას აღიქვამენ ადამიანები ძალიან მარტივად. ბევრი ქებას არ დავიწყებ საკუთარი თავის, რა თქმა უნდა, მეც მაქვს ჩემი შავბლელი ჩვენ ამ ყველაფერს ვხედავთ და მე მგონი ეს არ მიგულისხმია შენ წარდგენაზე, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად იგრძნობა და მე მაგალითად ვგრძნობ ხოლმე ადამიანის აი ამ ენერგეტიკას და მგონია რომ უმრავლესობა ეს არის. მე პირველ კითხვა რაც შენგან პასუხი მინდა რომ მივიღო, რაზეც მინდა მივიღო, ფერები და ჩაკრების სისტემა ახსენე ხო? შენ და ძალიან საინტერესო ესეთი ეს ქონდა ჩვენ გასაუბრება ქონდა რომ როგორ ჩემთვისაც არ არის ეს თემა ახალი ხო ფერების ფსიქოლოგია პატარა მინი კურსიც კი მაქვს ამასთან დაკავშირებით ცალკე პლატფორმაზე და ზოგადად ძალიან საინტერესო არის ფერი როგორ ზემოქმედებას ახდენს რასაკვირველია ჩვენს ხასიათზე არა მხოლოდ გარშემო არსებული ფერი არამედ ჩვენი ჩაცმულობის ფერი რომელშიც ჩვენ მთელ დღეს ან გარკვეულ პერიოდს ვატარებთ ხო დროის ზოგიერთი მათგანი ჩვენზე დამთბუნველად ზემოქმედებს ზოგიერთი პირიქით და გარდა იმ ფიზიკური მახასიათებლებისა რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ და ამის შესაბამისად ავარჩიოთ ხო ფერი რაც ცალკე სწავლების საგანია. მეორე არის ძალიან საინტერესო თვისება აქ აი ამ ფერს ჩვენზე ზემოქმედების ხო? ამ მიმართულებით არის ალბათ არ ვიცი ჩემთვის ძალიან უცხოარი ეს ტერმინები ჩაკრა მათი გაშიფრვა სისტემა რას ნიშნავს ვიცი უბრალოდ რომ ეს არის რაღაც ენერგეტიკული ცენტრები ხო ადამიანის სხეულში არ ვიცი თუ სწორად ვამბობ ამასაც და რა კავშირი აქვს ამას ფერთან და როგორ შეიძლება რომ გამოვიყენოთ ეს თერაპიული თვალსაზრისით კი ბატონო, ცოტა გვერდიდან მოვუვლი, რომ მარტივად გასაგები გახდეს ადამიანებისთვის და ნუ ჩაკრა როგორც ახსენე ეს უშუალოდ ისე ვთქვათ სპირიტუალური, რელიგიური მიმართულების ტერმინია, რომელიც აღნიშნავს ესე ვთქვათ ჩვენს სხეულში ენერგიის ბორბალს. და აი წარმოიდგინეთ, რომ ესეთი ჩვენგან მოედინება დაღმავალი ენერგია ზემოდან, აღმავალი ენერგია ქვემოდან და ეს ენერგიები არის ესე ვთქვათ ტალღოვანი და სადაც იკვეთება და ხვდება ერთმანეთს იქმნება ესე ვთქვათ მორევი წყლის
ანუ ორივე ერთმანეთს აწყდება და ეს არის ზუსტად ის წერტილები, ყველაზე აქტიური ცენტრები, რომლებსაც ჩაკრებს ეძახიან. ენერგო ხდება ენერგიის შერწყმა, გარეგანი და შინაგანის გასვლისას. უფრო ასე ვთქვათ, ზეციური და მიწიერის შეგვიძლია ესე ვთქვათ და ზედა ნაკადის და ქვედა ნაკადის. და ერთი ხვეწები აზრი არ გაგიწყდეს. ძალიან გთხოვ მაყურებელს თუ ჩემსავით, ანუ რაღაც კითხვები თუ გაგიჩნდებათ, ძალიან თავისუფლად გთხოვთ რომ დაგვიწერეთ კომენტარებში და აუცილებლად შევეხებით. მე ჩემთვის ეს ძალიან უცხო რამე არის, ხალხადაც არის საუბარი და ბუნებრივია რომ იქნება კითხვები ალბათ. კი ბატონო, მეც მონიშნული მაქვს რაღაც თემები ჩაშლაც მინდა და შევეცდები რომ მივყვე ამ თემასთან დაკავშირებით, რომ სრულად მოგაწოდოთ ინფორმაცია ისიც თქვაც მინდა. მოკლედ და ფერებთან როგორ ვაკავშირებთ ამას, ანუ ამ ჩაკრებს აქვს ყველას თავისი სიხშირე, ვიბრაციული სიხშირე, ფერები, გამოვლინება, როგორი არის როცა დაზიანებული აქვს ადამიანს, ანუ ამ წყლის ნაკადს აჩერებს, წარმოვიდგინეთ რომ წყალი მიედინება, ესე ვთქვათ, რაღაცა ჩვენში და როცა დაზიანებულია და აღარ მიედინება, ხო, ჭაობდება როგორია ხა დამდგარი წყალი, ხო, წყალი უნდა იყოს დინებაში. ესე არის ჩაკრებიც უნდა იყოს დინებაში. ამ ჩაკრებს აქვს ეგეთი გამოვლინება, რომ როცა დაზიანებული არის ერთი ვერსია, როცა განკურნებულია და თავის ჯანსაღ ფორმაშია, ესე ვთქვათ, არის მეორე ვერსია. და ვინაიდან ამ ყველაფერს აქვს თავისი სიხშირის და ვიბრაციის მატარებელი, რადგან ეს არის ენერგია, ფერებიც ასევე არის სიხშირე და ენერგია და ესე იმეჩება, ანუ ესე კავშირდება ერთმანეთთან ესე ვთქვათ. ეს არ არის რაღაცა მისტიური, უბრალოდ ჩაკრები არის რაღაც აღმოსავლური ენერგეტიკული სპირიტუალური მიმართულება ხო ესეა, მაგრამ ამას არც მეცნიერება უარყოფს და ეხა ვინც სკეპტიკულად არის განწყობილი, შევეცდები რომ მაგათად მეცნიერული თვალსაზრისითაც დავანახო ესე რატო ხდება და საერთოდ ჩაკრებს და სიხშირეებს შორის რა კავშირი არის. გასაგებად ვყვები ხო, მე მგონი თუ რამე გაუგებარია ჩამეკითხე. მოკლედ ფერი არის თვითონ ელექტრომაგნიტური ტალღა და ტალღას აქვს ესეთი ფუნქცია, რომ ესეთი თვისება, რომ გააჩნია თავისი სიგრძე. და სიხშირე არის ერთ წამში თავისი რხევის ერთ ციკლს ასრულებს. ეს არის სიხშირე. ანუ ყველა ფერს ესე რომ ვთქვათ. კი, და ფერები იმით განსხვავდება ზუსტად, რომ აქვს სხვადასხვა სიხშირეები. და ეს საერთოდ პირველად ნიუტონმა შეამჩნია, გექნებათ ალბათ ის ფოტო ხო, რომ გარდაწყდება პრიზმაში თეთრი სინათლის სხივი და გამოდის 7 ფერი. და ეს 7 ფერი სიმბოლურია, იმიტომ რომ 7 ჩაკრა, 7 ფერი, 7 ნოტი მუსიკაში ეს საკრალური ციფრიც ყველგან მეორდება. მოკლედ და მინდა ვთქვა ახლა როგორ აღიქმება ფერები, რომ მე ენერგიის შემოდინებასთან დავაკავშიროთ, ხო? ნახეთ თუ სწორად გავიგე ხამე ლოგიკა აი ამ თეორიის, ასე ვთქვათ, ის რომ ცალკეული ფერი, ცალკეული ძალით ზემოქმედებს ჩვენზე და ყველაზე ინდივიდუალურად ზემოქმედებს, ეს ფაქტია. ამას ყველა ვაღიარებთ, ასე ვთქვათ, თუნდაც გავიხსენოთ ახლა თუ სკეპტიკურად გვიყურებს ვინმეო შენახსენე, როგორ ზემოქმედებს ჩვენზე თითოეული ფერი. აბა დაფიქრდით, ახლა ძალიან გთხოვთ ყველა დავფიქრდეთ, რომელი ფერი გვაღიზიანებს ყველაზე ძალიან. აი თუ დაწერთ კიდევაც კომენტარში ძალიან საინტერესო იქნება. ან რომელი ფერი გთრგუნავთ. აი რომ უყურებთ დიდხანს და თითქოს ცუდ ხასიათზე რომ დგები და პირიქით რომელი ფერია, რომელიც გახალისებს დავუშვათ. მე ამას ვეძახი ბედნიერ ფერს. ესე იგი ამ ჩვენ თეორიას თუ მივყვებით, ანუ ამ ლოგიკით თუ მივყვებით, გამოდის რომ შეიძლება ასე ითქვას, რომ სიხშირე ფერის აი ეს ფიზიკური სიხშირე თუ არ ემთხვევა აი რაღაცა ჩემი არ ვიცი აღქმის სიხშირეს არ მომწონს, ან თუ ემთხვევა უფრო მეტად მომწონს? აღქმის სიხშირეს არა, მანდ ხო აღქმის ტიპს გააჩნია, ანუ როგორ აღიქვამს, როგორ ფორმირდება ის ჩემში და რაზე მატრიგებს, ანუ რასთან კავშირდება. რაღაცა სიხშირე შეიძლება ჩემგან რაღაცა ენერგიას იწვევს, ხო? ალბათ ხო ყველაფერი ეს ემოციაც ხო ენერგია არის, რაღაც ვიბრაცია არის, ალბათ ესე ერთგვარი, ხო? მე ასე დავიგე, შეიძლება არა, ეგრე არის ზუსტად კონკრეტულ ფერებს ჩვენთან მოაქვს ან დადებითი ან უარყოფითი განწყობები და ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, ჩვენი მომენტში რა მდგომარეობაში ვართ. ჩაკრების მიხედვით მე ამას განვიხილავთ, რომ აი როცა კონკრეტული ჩაკრა არის დაზიანებული, იქ შეიძლება ადამიანს მიუღებლობა ჰქონდეს მაგ ფერზე. მოდი, გარემ ისიც დაწერონ, ან შენ კარგი. რა დაწეროთ თქვი ბოლომდე გაგაწყვეტინე მე მგონი. არა უშავს მე ვიტყვი, წითელი მაგალითად. ყველაზე დიდი სიხშირე რომელ ფერს აქვს თუ ყველასთვის ინდივიდუალური არისო ძალიან. არა, ნუ ეს არის ფერების შკალა, რომელიც იწყება იასამნის ფერიდან ასე და მოდის წითლამდე. თუ არ ვწდები ზუსტად აღარ მახსოვს შკალაზე როგორ არის განლაგებული და ყველასთვის აღქმა რა თქმა უნდა ყველასთვის ინდივიდუალურია, ეს ბადურაზეც არის დამოკიდებული, ტვინზეც ყველაფერზე, თუმცა თვითონ ეს ფერების სიხშირე რა თქმა უნდა ნუ სტანდარტია და ეს სხვადასხვა სისტემებითაც იზომება, ესე ვთქვათ, რომელ ფერს რა სიხშირე გააჩნია. მოდი ახლა რომ გავაგრძელო, გავჩერდი იქ რომ ამ ფერებს აქვს თავიანთი სიხშირე ყველას, ხო? ეხლა ეგ გავიმეორეთ.
და ეს ფერების აღქმა, ესე იგი როგორ ხდება ჩვენთან, ხო? სინათლის სხივი უნდა მოხვდეს ობიექტს, გარდაიტეხოს თვალში, მე თვალში შიგნით არის ესე ვთქვათ კოლბები, სენსორები, რომლებიც ხვდება რა სიხშირის ტალღებია, აქ ხდება თუ ზუსტად ტვინში ეს პროცესი არ ვიცი, თუმცა ეს ინფორმაცია მიდის და ტვინში ხდება გადამუშავება, რომ ეს რა სიხშირის ტალღებია და შესაბამის ფერად აგვაქმევინებს. კი ბატონო. ძალიან საინტერესოა ეს. ხო, რა მინდოდა მეთქვა და რატო არის ახლა ეს სიხშირე? ეს სიხშირე არის რეალურად ენერგია. უბრალოდ მეცნიერულად ამას ქვია, ესე ვთქვათ, ტალღების ენერგია არის ტალღა და მეცნიერულად ქვია ტალღების მოძრაობა. შესაბამისად, ჩვენ ფერებს რომ ხედავთ და ეს ჩვენ თვალში გარდაიქმნება, არა მარტო ინფორმაცია მოაქვს, რომ ეს ჩვენთვის ლურჯია, მწვანეა, ყვითელია, არამედ თავის ენერგეტიკულ ღირებულებაც, ენერგეტიკული ღირებულება ენერგია შემოაქვს ჩვენში და ასე ვთქვათ, პირდაპირ აი ამ ჩაკრებზე და ჩვენს მდგომარეობაზე მოქმედებს. ამიტომ საინტერესო დასკვნა გავაკეთე, კიდე გავწყვეტინებ, მაგრამ აი არ შემილია. პირდაპირ პარალელს ვავლებ, ხა როდესაც ადამიანს აქვს, როგორ თქვა, ჩვენი განსაცვლით რომ ვახდენთ ჩვენ ზემოქმედებას ადამიანებზე, პირველი ასპექტი არის არა ბრენდი, რაღაცა ტრენდი, სილუეტი, მიხდება, არ მიხდება, არამედ არის ფერი. ნუ ეს უნივერსალურია, ამას ვიცახი თავიდან ბოლომდე, ხო, ჩემი კურსით ამას ეფუძნება. ფერით ზემოქმედებას როდესაც ვახდენთ ადამიანზე, ძალიან მნიშვნელოვანი არის ვიცოდეთ ის ფერი, რა ენერგეტიკის, აი ზუსტად რა ძალის მატარებელია და რამდენად არის ის ჩვენს პიროვნებასთან თანხმდროში, იმიტომ რომ შეიძლება ფერი ერთ ენერგიას აძლევდეს ერთ ინფორმაციას, გნებავთ სიხშირეს აგზავნიდეს, როგორც სხვა ტერმინი შეიძლება ამას ალბათ ვუწოდოთ და სულ სხვა იყოს ჩვენი პიროვნული სიხშირე, ენერგია, ხო? თუ ესენი ერთმანეთთან თავის მხრივ დისბალანსშია და რაღაც ესეთი ქაოსით მიდის სხვა ადამიანებამდე, სწორედ ეს არის, როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანს ფერი არ უხდება და ჩვენ ვერ ხვდებით ამას, მაგრამ არ იწვევს ჩვენში დადებით განწყობას და უნდობლობას, კრიტიკას, ზოგჯერ ნეგატიურ განწყობასაც იწვევს ხოლმე. ალბათ ესეც რაღაცნაირად კავშირში არის ყველაფერთან, რაც შენ ახსენებ. ვიცი რატომ, ანუ ჩათვალე რომ ადამიანს როცა მიუღებლობა აქვს იმ ფერის მიმართ, ბუნებრივად ის იმ ტანისამოში თავს კარგად ვერ გრძნობს. თავს კარგად რომ ვერ გრძნობ, ხარ შფოთში რომ ხარ, შენი ენერგეტიკული ველი, რაც გაქვს მდგომარეობა, ასე ვთქვათ, სუსტდება, ზიანდება და შესაბამისად ეს ენერგია ვერ ასხივებ და ვერ მიდის ადამიანთან. ამიტომ მნიშვნელოვანი რომ ტანსაცმელი რასაც ვატარებთ არა მარტო ლამაზი უნდა იყოს და ესე ვთქვათ სტილში ჯდებოდეს, არამედ ჩვენ უნდა ვცნობდეთ ამ ტანსაცმელში კომფორტულად ჩემი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ხა თერაპიულად როცა საუბრობთ ფერებზე, ეს იმას არ ნიშნავს, თუ აი გოგონებმა დაწერეს აქ წითელზე, ნარინჯისფერზე, რომ ვერ იღებენ ამ ფერებს, არ ნიშნავს, რომ აი ყველაფერი ამ ფერის ჩაიცვა ძალიან დიდი დოზით შემოიტანო, იმიტომ რომ მე მაგალითად ესეთი ძალადობის მომხრე საკუთარ თავზე არ ვარ. ყველაფრის გაკეთება ეკოლოგიურადაც შეიძლება პატარ-პატარა დოზით და ესეც შეგვიძლია რომ ვახსენოთ. როგორ შეიძლება რომ გავიგოთ ხარ რომელიმე აი დავუშვათ ეს ჩაკრა, ჩაკეტილი თუ როგორ ახსენეთ, აზიანებული გვაქვს თუ არა და აი ფერებს რა დატვირთვა აქვს ამ მიმართულებით. ანუ დიაგნოსტიკაში მონაწილეობს თუ არა? რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ ანუ ეს დიაგნოსტიკას, ესე თვით დიაგნოსტიკასაც სწავლა უნდა და შესაძლებელია რომ შეცდომაში შევიდეს ადამიანი, როცა თავის-თავზე ამ კუთხით ნამუშევარი არ აქვს და თვით დიაგნოსტიკა რა არის, ხო? თვით დიაგნოსტიკა არის, რომ რაღაცა გამაღიზიანებელი მეგარეთ ხდება და მე ვაკვირდები სხეულში, ჩემთან რა ხდება, როგორი მდგომარეობა მაქვს რა. და როდესაც ადამიანი ამაში გაწაფული არ არის, თვით დიაგნოსტიკა, რომ ეხლა ჩაიტარონ ჩვენი ეთერიდან ვიღაცებმა და იფიქრონ, რომ ეს მაქვს დაზიანებული, ის მაქვს, რაღაცა კიდე სტერეოტიპები შეიქმნან, არ მინდა. უბრალოდ ინფორმაციას მივაწვდი ახლა ჩაკრების მიხედვით რა, რომელი ცენტრი არაზე არის პასუხისმგებელი, რა ფერი აქვს. და უბრალოდ ინფორმაციის დონეზე რო გქონდეს და ვინმეს თუ თავის დამუშავება დასჭირდება, მე მიმართოს სპეციალისტს, იმიტომ რომ ფსიქიკა არის ძალიან საფრთხილო რაღაცა და ზოგადად აი ამ თვით განვითარებაში, თვით რეფლექსიაში ჩართვაც არ არის ესეთი მარტივი, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა იკრება იქ, რასაც გამკლავება სჭირდება და ხშირად მარტო გამკლავება რთულია ხოლმე. ამიტომ არ მინდა რომ ვიღაცების ფსიქიკას ეხლა ძალიან შევეხოთ და ამ კუთხით ტესტები ვაკეთებინოთ, თუმცა სხვა მენტალურ ტესტს გავაკეთებთ და ბგერით თერაპიას მოვისმენთ, რაც ასევე ეკოლოგიური და ეფექტური იქნება ჩემი ესე ვთქვათ გადმოსახედიდან. და ვიწყოთ ჩაკრებზე უშუალოდ ჩაშლა. მოკლედ ამოყვები ქვემოდან. პირველი ჩაკრა არის ფუძის ჩაკრა, ესე ვთქვათ, რუთ ჩაკრა, რომელიც გამოიხატება წითელი ფერით და აი სიხშირეები, რაც მიესადაგება, ანუ ზუსტად წითელი ფერის, ესე ვთქვათ, სიხშირეს ემთხვევა. და როდესაც ეს ჩაკრა, ეს ენერგეტიკული ცენტრი დაზიანებულია, ადამიანებს აქვთ განცდა, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.
არ არიან, ესე ვთქვათ, მატერიალურად კარგად, აქვთ შიშები და ესეთი გამოვლინება აქვს ამ ცენტრს, ესე ვთქვათ, ამისი დახილული, ესე ვთქვათ, ნამკურნალები ჯანსაღი ვერსია არის ის, რომ მე ამ სამყაროში დედამიწაზე თავს კარგად ვგრძნობ, ვენდობი, უსაფრთხოდ განვიცდი თავს. ასევე წინაპრებთან კავშირი გენეალოგი ჩვენს წინაპრებთან კავშირის განსაზღვრავს ეს ჩაკრა, რამდენად ესე ვთქვათ, იმ ადგილას ვდგავართ ჩვენს ხეში, გენეალოგიურ ხეში, სადაც უნდა ვიდგეთ. და რამდენად ვაგრძელებთ იმას, რასაც უნდა ვაგრძელებდეთ. და საკმაოდ ისეთი საწყისი ფუძის ჩაკრა მაგით ვქვია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი არის, რომელზეც ესე ვთქვათ, შენდება მერე სხვადასხვა რაღაცეები. თითქოს მასლოუს პირამიდასავით მიყვება ეს ჩაკრებიც, ცნობიერების დონე როგორც იზრდება, ესე ამ ჩაკრის ფერი რომ წითელია, ეს რას ნიშნავს? ცოტა ვერ გავიგებია. ანუ უბრალოდ სიმბოლურად აქვს თავისი ფერი ყველა ჩაკრას? კი, თითოეული ჩაკრას აქვს თავისი ფერი, ფერს აქვს თავისი სიხშირე და ეს სიხშირე, ესე ვთქვათ, ამ სიხშირეზე ვიბრირებს ეს ჩაკრა რა, ესე რომ ვთქვათ მარტივად ეხლა გასაგები რა. ფერებიც ეს 7 პალიტრა, ესე ვთქვათ, ზუსტად ესე არის გადანაწილებული სხეულში, როგორც სიხშირის შკალაზე. ესე მიდის. შემდეგი არის საკრალ ჩაკრა, ანუ მეორე პოზიცია, რომელიც არის ფიზიკურად რო წარმოვიდგინოთ დაახლოებით ჩვენი რეპროდუქციული სისტემის გასწვრივ და პასუხისმგებელია სიამოვნებაზე, ასე ვთქვათ, ცხოვრებით კაიფზე და როდესაც დაზიანებული, ასევე ფინანსურ ენერგიაზე სხვათა შორის ეს ჩაკრა არის პასუხისმგებელი, იმიტომ რომ სექსუალური ენერგია აღიქმება ხოლმე რაღაცნაირად, რომ აი სექსი, სექსუალური ენერგია, ამას თავისი სხვა დატვირთვა, კიდე სექსუალური ენერგია არის სასიცოცხლო ენერგია და სასიცოცხლო ენერგია არის ზუსტად ის ენერგია, რომელიც ფულს იზიდავს. ფინანსურ რესურსებს იზიდავს, ფინანსური ენერგია, ესე ვთქვათ რა. და შესაბამისად, ვისაც მან დაქვს პრობლემები, თავისი პოტენციალი, რაც აქვს ამ ენერგიის გახსნის, ესე ვთქვათ, ფინანსური, მან იკეტება ხოლმე. რამე კითხვა ხო არ არის თუ? აი, ძალიან კაი კითხვა არის და მეც გამიჩნდა ეს კითხვა სხვათა შორის. აი, წითელი დავუშვათ თუ აღიზიანებს ადამიანს ძალიან წითელი ფერი. შეიძლება ეს ნიშნავდეს, რომ ამ ჩაკრასთან დაკავშირებული რაღაც პრობლემა შეიძლება ქონდეს? თუ არა? იცი როგორ არის ჯერი არ არის ეს ძირითადი, ანუ რომელიმე ჩაკრა შეიძლება ფიგურირებდეს ადამიანის, როგორ თქვა, ხასიათში უფრო მეტად და ნაკლებად. კი, ცხადია, გვაქვს პერიოდები, რომ კონკრეტული ენერგეტიკული ცენტრებია აქტიური, იქიდან ვცხოვრობთ, ესე ვთქვათ, და იქიდან ვიღებთ ენერგიას, არის პერიოდები, როცა სხვა ცენტრებია, როცა მაგალითად წითელი აღიზიანებს, არ ვიცი, აი ნათი დააკვირდი შენ თავს, როგორ გრძნობ დედამიწაზე თავს კარგად, ძილი როგორი გაქვს, რამდენად, ესე ვთქვათ, შენს ანუ უსაფრთხოების განცდა გაქვს ამ სამყაროში, რამდენად ეს პირველადი მოთხოვნილებები, რაც არის დაკმაყოფილებული გაქვს და ყველას იღებ, რამდენად კომფორტულად ხარ აქ. მოდით მოგწერე პარალელურად აბა და გავაკეთოთ და ეს დავამატებ, რომ ფერების ესე პირდაპირად შეიძლება რომ რაღაც მომენტებში მიუდგეთ, თუმცა არის ესეთი მიდგომა, რომ დიაგნოსტიკის დროს რომ ფერით ესე ვთქვათ კონკრეტულ ტრამვასთან ან რაღაცასთან დაკავშირება ხდება ისევ და ისევ ინდივიდუალური აღქმით. იმიტომ რომ ვიღაცაში ვარდისფერი მაგალითად ვიღაცისთვის შეიძლება ბავშვობასთან ასოცირდებოდეს სილაღესთან, ვიღაცისთვის მაგალითად სიყვარულთან. ამიტომ მოვერიდები მაინც რჩევების ესეთი ალბათ არ შეიძლება, ხო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თუმცა ანუ ესეთი ასოციაციის გაკეთება მსუბუქად შესაძლებელია, რომ უბრალოდ დავაკვირდეთ რა იქნებ რაღაც მაქვს მან აღმოსაჩენი თუ მაგალითად ნარინჯისფერი ფერი ძალიან მაგიზიანებს, აბა დავაკვირდეთ ჩემ თავს როგორ ვარ პარტნიორულ ურთიერთობაში, დანაშაულის გრძნობა ხოლმე არ მაქვს სიამოვნებას რამდენად ვიღებ ცხოვრებისგან. მოდი რა ყველაფერი და ყველა ჩაკრა რომ მოვყვეთ რა თუ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, ეხლა მხოლოდ წითელზე ძალიან დიდხანს ნუ გავჩერდებით. ანუ რეალურად ლოგიკა არის იმაში, რომ ის ფერი, რომელიც რომელიმე კონკრეტულ ჩაკრას მიეკუთვნება, თუ იმ ველში რაღაცა პრობლემებს გრძნობთ, ამ ფერთან დაკავშირებული ჩაკრა, რომელიც არის, შესაძლოა უფრო მეტად დაუფიქრდეთ, აქეთ ხომ არ არის სადმე ჩვენი ტრამვები, ხო? თუ სწორად გავიგე, ხო? ეს ზოგადად დასკვნის გაკეთება რასაკვირველია, ახლა ასე არასერიოზული იქნება, პატარა მინიშნება შეიძლება მივიღოთ. კი, მინიშნება
უფრო სწორი იქნება ვიდრე ძალიან ჩვენით ღრმად ჩავყავთ ამ ამბავს ძალიან აი რეპროდუქციული ჩაკრის სფერი ვახსენეთ ჩვენ ნარინჯისფერია ეს არის ნარინჯისფერი არის და ნუ ცხადია ანუ სადაც არის განთავსებული ეს ჩაკრები სხეულზე თუ დაზიანებულია ენერგეტიკული ველი ცხადია დაზიანებული არის ფიზიკურად იქ ორგანოც პრობლემა აქვს რაღაცა ესე გამოიხატება ფიზიკურ სხეულში იმიტომ რომ ჩვენი ენერგეტიკული ანუ როგორც ჩათვალეთ ტვინს ხომ აქვს სხვადასხვა სფეროები და ყველას თავისი ფუნქცია აქვს და ინფორმაციას ინახავს ჩვენც ესევე ტორუსის ენერგეტიკული ველი გვაქვს ყველა ადგილს მარჯვენა მხარეს წინ უკან გვერდით აქვს თავისი ადგილი და თავისი ფუნქციის და ინფორმაციის მატარებელია. როცა ემოციურად ეს ზიანდება ეს ენერგეტიკული ველი ჩვენი ეთერული სხეული, ხო, ეს იჭმუხნება, ესე ვთქვათ, ატარავდება და შესაბამის ინფორმაციას აგზავნის ფიზიკურ სხეულშიც და შესაბამისად ეს ფიზიკური სხეული ზიანდება. მაგალითად, აი, როდესაც ყელის ჩაკრა აქვს დაზიანებული, ბარემ მოდი ახავე ჩავიტყვი რა არის ყელის ჩაკრის ამბავი. ყელის ჩაკრა არის თვითგამოხატვა დაფიქსირება საკუთარი აზრის, პოზიციის, ასევე შემოქმედებითობა და თუ ეს ჩაკრა არის დაზიანებული, მე ყოველთვის უარს ვამბობ გამოხატო ის, რაც მინდა, აი მეგობრები რომ იტყვიან სადღაც წავიდეთ, რაღაც კაფეში, მე მაგალითად პარკში გასეირნება თუ მინდა, არ ჩავხვდი იმდენად მნიშვნელოვნად რომ უთხრა რომ პარკში წავიდეთ და წავყვები კაფეში რა. ყველაზე მარტივი პრიმიტიული მაგალითი რო ავიღოთ და ეს ჩაკრა როცა დაზიანებულია, დაზიანებასაც გააჩნია ხო რა დონეზე არ უშვებს შენი ენერგიის ნახაც. ფარისებრიზე იქნება ხოლმე როგორც წესი ძალიან დიდი პრობლემები. ასევე ხმის იოგებზე იქნება პრობლემები და ასე შემდეგ. ძალიან სწრაფად თუ არ ვაპარაკობ რაღაცა ბილიონის გარდა. ეს არის იცი რთული და კომპლექსური არის ეს ყველაფერი, ანუ ძალიან დიდი თემა არის ესე ვთქვათ და ძალიან სიღრმეებში შეიძლება შესვლა და ეს საუბარი ძალიან საინტერესო და ძალიან გრძელი შეიძლება გამოგვივიდეს. ამიტომ მოდი მე გთავაზობ რომ ეს ჩაკრების თემა დავასრულოთ, ყველაფერი ჩამოვთვალოთ. მე მგონი პრინციპი მეტნაკლებად გავიგეთ. თუ მეტი ინფორმაცია დაგვჭირდება ჩვენ ბუნებრივია რაღაც მიმართულება გვეცოდინება რომ უფრო მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ, თუნდაც ეთოსთან, თუნდაც სხვა სპეციალისტთან და მოდი აი ფერების ნაწილი ამოვწუროთ და მე ეს გონგის დროც რა დაგჭირს. მოკლედ პირველი თქვი, მეორე თქვი, მესამე არის აი აქ მზის წნული, დაახლოებით ჭიპის ზემოთ, ეს არის ყვითელი ფერის ჩაკრა, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს ქმედებებზე, როგორ გამოვხატავ, ასე ვთქვათ, ჩემი ქმედებებით ჩემ თავს აქ, რას ვაკეთებ, ასე ვთქვათ, ვისაც დაზიანებული აქვს, მაგალითად შეიძლება უჭირდეს საქმეების დასრულება, ნაბიჯების გადადგმა და აი ძალიან overthinking-ში იყოს გადართული მხოლოდ და ქმედებებს ვერ ახორციელებდეს. მეოთხე ჩაკრა არის გულის ჩაკრა, აი აქ მდებარეობს, ეს არის ყვითელი, ზოგი ესე ვთქვათ ვარდისფერ ფერადაც განიხილავს ამას. ეს არის გულის ჩაკრა, რომელიც სიყვარულის გაცემასთან, მიღებასთან ასოცირდება, ასევე ნდობასთან და თუ დაზიანებულია, გავუპივარ მაგალითად ადამიანებს, სიტუაციებს, არ ვენდობი და მიჭირს სიყვარულის მიღება. შეიძლება გინახავთ ესეთი ადამიანები, რომ კომპლიმენტს ეუბნები და ვერ იღებენ. არა, ეს მე არ ვარ ეუბნები, რომ რა ლამაზი ხარ და ხოლმე აი გაჩერდი. აი ეს მომენტია, რომ მე ვერ ვიღებ იმ სიტყვას და სიყვარულს, რასაც ჩემს მიმართ აგზავნიან, იმიტომ რომ არ ვთვლი თავს ღირსად. ეს არის მწვანე ფერი. ყელის ჩაკრაზე უკვე ვთქვით, ეს არის თვითგამოხატვის წერტილი. შემდეგ რა ფერი არის ყელის რომ ვთქვით კიდევ ერთხელ? ცისფერია. და აქ კითხვა ბარემ მოკლედ ვეტყვი, იმიტომ რომ ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ამ ჩაკრის გახსნა, ჩემი ყველაზე საყვარელი პროცესია. დაზიანებული ყელის ჩაკრა პირველ რიგში უნდა დაიწყო იმით, რომ გამოხატო შენი სურვილები პატარ-პატარა რაღაცეებში, აი ყოველდღიურ რაღაცეებში და ასევე ყელის ჩაკრის გახსნისთვის ძალიან კარგი არის სიმღერა. უშუალოდ სიმღერაზე სიარული, ან სახლში რომ იმღერო, ან შეგიძლია რაღაცა აუმ მანტრა გააკეთო, იმიტომ რომ აქ პირდაპირ ვიბრაციებს იგრძნობ და გაიხსნება წამოვა, მოკლედ სიმღერა ყელის ჩაკრისთვის არის იდეალური. ეხლა გადავიდეთ ზემოთ, აი აქ არის ეს ცენტრი, მესამე თვალის ჩაკრა, ეს ცენტრი არის პასუხისმგებელი ინტუიციაზე, კრეატიულობაზე და მისი ფერი არის იასამნისფერი. შემდეგ გვაქვს აქ crown chakra, ზედა ჩაკრა, რომელიც ღია იასამნისფერია და თეთრი. ორივე ფერი შეგვიძლია რომ განვიხილოთ ორივე ფერით და ეს არის ასე ვთქვათ ღვთიური კავშირის ჩაკრა, სადაც მე დაკავშირებული ვარ ღმერთთან, რწმენა მაქვს, ვენდობი ზეციურ სამყაროს და მისგან ვიღებ ესე ვთქვათ მფარველობას და ხელდასმას რა ესე ვთქვათ გვერდში დგომას. ეხლა
შეიძლება რაც შეეხება თვითონ როგორ ფერები როგორ გამოვიყენოთ, თუ მაგალითად აი ახლა ჩვენი საუბრის დროს თქვენთან რეზონირდა რომ რომელიღაცა ცენტრი დაზიანებული გაქვთ, იმიტომ რომ აი კონკრეტული კონკრეტულ მდგომარეობაში ხართ, არა უსაფრთხოდ რომ თავს ვერ გამოხატავთ, სიყვარულის ნაკლებობა გაქვთ. აი ეს ფერები შეეცადეთ რომ ნელ-ნელა შემოიტანოთ თქვენს ყოველდღიურობაში. მოდი ერთ კითხვას დაგისვამ. ფერი კი, რომ ეს გააქტიურდეს ნელ-ნელა რა. ერთ კითხვას დაგისვამ, მაინტერესებს შენი გამოცდილებით. რომელი ფერი არის ხოლმე ყველაზე მეტად თუ რომ აგიზიანებთ, თუ შეგიძლია რომ ესე ვთქვათ გაიხსენოთ. იცი რა, აღიზიანებთ არა, მაგრამ უფრო ხო მე ვიტყოდი რომ ალბათ ხო, რაღაც გაღიზიანებასაც იწვევს და შიშს იწვევს ძალიან. აი ყვითელი ფერი არ უყვართ ხოლმე თითქოს, აი ყვითელი ფერის ჩაცმა მე ხასაც ქალბატონებს კი უფრო მეტად, აი წითელ ფერთან არიან ხოლმე, იცი როგორ სხვათა შორის, ესეც ფსიქოლოგიასთან არის კავშირში და თუნდაც ჩათვლის ფსიქოლოგიაც ამ ნაწილსაც მოიცავს. წითელი ფერი იშვიათ შემთხვევაში იწვევს გაღიზიანებას, კი ბატონო, მოიწერა კიდევაც ერთ-ერთმა მსმენელმა, მაგრამ უმეტესად იწვევს შინაგანად ვატყობ რომ ადამიანს დიდი მოთხოვნილება აქვს რომ წითელი ჩაიწვოს, მაგრამ დვას ვერ ბედავს, ესე ვთქვა, ანუ გამბედაობა არ ყოფნის თითქოს, აი რომ ვახსენებ ხოლმე წითელი და აი თვალებში ვატყობ ხოლმე რომ აი გაუელვებთ ხოლმე ეს რაღაცა ნაპერწკალი, მაგრამ არა მე არა, აი კი, მაგრამ აი არა რა თითქოს, აი ესეც არის რასაკვირველია კავშირში თვითონ ამ ფერის კონოტაციასთან, ხო, იმიტომ რომ რაღაცა დათრგუნული ენერგია მგონია რომ აქ ადამიანს თითქოს აი თავისი შინაგანი ხმა აქვს ჩაჩუმებული და აი როგორც შენ თქვი თითქოს აი კომპლიმენტის მიღებაც რო გვიჭირს ზოგჯერ და მე ბევრ ადამიანს რაღაცა ეტაპზე შეიძლება ყველას გქონია, ხო? რომ თითქოს მე არა. აი ეს არის ხოლმე ჩემთვის ესეთი რაღაცა პატარა სიგნალი განგაშის. კი, აი ეგეთ დროს წითელზე სულეუბნები ხოლმე რომ აი მაგალითად შეგიძლია პომადით დაიწყო, თუ მაინც და მაინც შეუძლებელია ჩანთაზე გამოვიდი. ესეც არის სხვათა შორის წითელი ტუჩსაცხი, ნუ ჩვენთან კულტურული რაღაც კლიშეებიც არსებობს, ალბათ სოციალური, რომ წითელი ტუჩსაცხი, მადლობა ღმერთს ახლა არა, მაგრამ აი რაღაც წლების წინ და არის ალბათ ადგილები, ლოკაციები თუნდაც საქართველოში, რაც აი ხო ხვდები რაღაცა თავის გონიათ, რომ რაღაცა სხვანაირად გამოაჩენს, აი ზედმეტ სითამამეს ნიშნავს. პატარა კონტრკითხვა გამიჩნდა ახლა შენთან. ჩვენი კონსულტაციის დრო ჩვენ ერთმანეთსად გავიცანეთ ეს არ ვახსენეთ და ჩვენი პირველი შეხვედრა იყო კონსულტაციის ფარგლებში. შენ რომელი ადამიანიც ესე სიღრმისეულად ანალიზებ ფერების მნიშვნელობას, მათ ენერგეტიკას. ჩვენი კონსულტაციის დრო რაღაც კითხვები არ ქონდა, მე როგორ გირჩიე ფერები მასთან დაკავშირებით, ეხლა რაღაცა გავიხსენე ჩვენი შეხვედრა. არა, სხვათა შორის მე მაქვს ეგეთი თვისება, რომ აი ვინმესთან თუ მივდივარ და გადავწყვეტ რომ იმისგან რაღაც კონსულტაცია მივიღო, თუნდაც თერაპიული, თუნდაც სხვა, რაღაცნაირად ჩემი ცოდნა ხოლმე, ჩემი ცოდნა ფარდაიფარება, იმიტომ რომ სულთან მივიღო ის, რასაც ის ხედავს, იმიტომ რომ ეს არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი მესამე თვალი სხვანაირად აღიქვამს და ფერებს სხვათა შორის არ ჩაურმავებიო ეგრე, თუმცა აი ეს მენიშნა მე თეთრი არ მქონდა გარდერობში თუ გახსოვს და შენი კონსულტაციის მერე, რა ვიცი, სულ თეთრი ზედები ვიკიდია და ფერები კი ძალიან ხშირად ხმარო. ერთი წელი გავიდა და ისე ჯამურად, იცი რა არის, ბარი მაგ პატარა იმასაც გკითხავ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, აი დიდი ხნის მანძილზე რამე შეიცვალა თუ არა შენში, იმიტომ რომ მე ეს ძალიან მაინტერესებს ხოლმე და მინდა რომ ვიცი. ცხადია, აი გარეგნობაზე ზრუნვა არის იგივე საკუთარ სხეულზე ზრუნვა. ხო და ამან სხვანაირად აღთქმა დამაწყებინა სხეულის. მიუხედავად იმისა, რომ მიდიაში ეს ჩემი ცვლილება გარეგნობაზე ზრუნვა მენტალური ცვლილებიდან დაიწყო, შემდეგ უკვე ამან კიდევ უკავშირი წაიღო მენტალურ მდგომარეობაზე, თავდაჯერებულობაზე, წარდგენაზე და ასე შემდეგ და მინდა აღვნიშნო ის ახლა დიდი ზომის ჭარბწონიანი ადამიანები ვინც არიან ჩემი გამოცდილება ამ საკითხში, რომ სანამ თან მივდიოდი, მოკლედ წუწუნებდი, რომ ვერაფერს ვერ მყიდულობ, არაფერი არ იშოვება, ამ საქართველოში ხო ვერაფერს ვერ იყიდი, საზღვარგარეთ სადაც დავდიოდი, იქაც ვერ ვშოულობდი და მოკლედ მირენთან კონსულტაციის მერე მკაფიო დრო ჩამოვყალიბდით, რა მჭირდება, როგორი მჭირდება, რა ფერების მჭირდება. აი თითქოს გავედი მაღაზიაში და ყველაფერი ისე ყველაფერი დავინახე. ამიტომ მაგ კუთხით თვითგვემა მივხვდი, რომ არ ყოფილა საჭირო, მთავარია ზუსტად იცოდე რა გინდა. და როცა იცი რა გინდა, მაშინ დაინახავ. აი წითელი მანქანის სტამბა მაგალითი როგორც არის, სანამ არ დაიწყებ წითელი მანქანის ძებნას, მაგალითად საერთოდ შეიძლება ვერ შეამჩნიო ქუჩაში რამდენი წითელი მანქანა დადის.
როგორც კი ტვინში გაჩნდება იმპულსი, ეგრევე ხედავ. და მე ხა ესეთი რაღაც განსაკუთრებული სტილით არ გამოვირჩევი ჩემი აქსესუარების გარდა. შორის ძალიან ესეთი გაქვს მიდრეკილება, თვით გამოხატვა, შენი სტილი, შენი გამოვნება, შენი ხედვა გაქვს ცალსახად და მაგიტომაც შეგაწუხა იმან, რომ ამას ვერ გამოხატავდი სათანადოდ. აი, ფერების თვალსაზრისითაც, იმიტომ დავსვი ხა ეს კითხვა, ჩემი ქება ნამდვილად არ მქონია იმაში აზრად, უბრალოდ ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ რა ფერებით შევარჩიეთ ერთად. ეს ყველაფერი მოვიდა შენთან, ხო, კარგად? ძალიან კარგად მივიღე. ენერგეტიკულად. თეთრი ფერი იყო, აი როგორი რომ მე ვარ ცოტა ისეთი ფეთხუმი, რაღაცებს არ ვფრთხილდები და მოკლედ და კიდე დიდი ხმენა რაც არსებობს, ალბათ ისიც მოქმედებდა, რომ ასუქებს თეთრი ფერი. არ იყო ასე? ნაკლებად, მაგ კუთხით არა, უფრო დავსვრი და მე საწავიდე, აი ეს თემა მქონდა ხო და მოკლედ როგორც კი შემოვიტანე თეთრი ფერი გარდერობში, ჯერ ხო რაღაცნაირად ავსუბუქდი, აი სისუფთავის სისპეტაკის განცდა, ამ ზუსტად ღვთიური განცდა რაღაცა ძალიან შემოვიდა ჩემში და მინდა გითხრა, რომ არც ისე ჭუჭყიანებ და ვალაქავებ, როგორც მეგონა. ქვედა სამოსიც მქონდა მაქვს რაღაცა თეთრი და იმაზეც გავოცდი კრემის თეთრისკენ რო გადადის და ძალიან კარგად მივიღე მოკლედ და შენ გაქვს განსაკუთრებული ენერგია ჯერ ხო ეგრევე მიგიღე პრობლემოთ და მეორე ზუსტად ეგ რომ ხედავ ვის რა როგორ სჭირდება და იმ ადამიანების წუწუნის მიღმა კიდე საჭიროებებს ხედავ რა სჭირდებათ ეს ძალიან კაფეო დაგვიყვება. კი, მართლა ძალიან მარტივია ხომ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ჩაკეტილი არის სხვათა შორის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი შეხვედრები ნებაყოფლობითია და მათ არავინ არ აძალებს და უმეტეს შემთხვევაში გახსნილები მოდიან ხოლმე და როდესაც არის მიღებლობა მაღალი, მეც ძალიან ადვილად ხედავ ხოლმე რაღაცნაირი მეხსნება თითქოს და ხედავ იმ ადამიანს ძალიან და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება, იცი ეს პროცესი, ძალიან საინტერესო პროცესია იმ მართლა და ძალიან მიხარია რომ მომეცა საშუალება რომ რავი, ამ თანამედროვე რეალობაში ამ ასაკში, ესე ვთქვათ, აი ამ პირობებში მეორე პროფესია, თუ რავი, რა ქვია, ესეთი დიდი მოწოდება აღმომეჩინა და შემექმნა ეს რაც საქმიანობასაც ვეწევი, ესე ვთქვათ, ქალებთან ურთიერთობა ამ მიმართულებით. ძალიან გაგებულო არის და ძალიან კარგად გაკეთებ. მეც ასე ვფიქრობ, ძალიან დიდი მადლობა. კიდე მინდა ესეთი გადავიდეთ ნელ-ნელა ამ შენს სხვა რხევებზე, ესე ვთქვათ, ესეც ენერგიების ტალღა არის ესე ვთქვათ, ხო, ესეც რაღაცა ბგერითი თერაპია, რაც აი ამ შეიძლება. ველოდებოდი კითხვას შავ ფერზე და არავის არ დაუსვამს. ხო, კი, იმიტომ რომ შავი ფერი ჩვენთან უყვართ, არავის არ აღიზიანებს შავი ფერი, მე დაყურებული ვარ. კი. და მოკლედ ძალიან საინტერესოა და მაგიტომ მინდოდა გაზიარება, რომ რაღაცა სხვანაირად შეიძლება ანთოს ტვინში იმ ფერის თერაპიული მოქმედების მიღმა. და ფერების სიხშირეების სკალაზე საერთოდ არის შავი ფერი. თეთრი ფერი. და ფერთა ბორბალზე საერთოდ არ არის არც შავი და არც თეთრი. ფერად არ აღიქმება. თვალს რო ხუჭავ, რა ფერს ხედავ? შავს. ხო? ან და შავს ესე განმარტავენ, რომ შავი არის ის ფერი, სადაც სინათლე არ არის. იმიტომ რომ თუ რაღაც ობიექტს არ მოხვდა სინათლის სხივი, ვერ აღიქმება ღამე რატო ვერ ხედავ ფერებს. იმიტომ რომ სინათლის სხივი არ არის და შავ ფერს ესეთი განმარტება აქვს, რომ შავი ფერი არის ფერი, როდესაც იმ სივრცეში არ არის სინათლე და რაღაცნაირი არ ვიცი მე ისე ხდება ეს განმარტება გულში, იმიტომ რომ რაღაცა სინათლე გვაძლევს საშუალებას, რომ ეს მრავალ ფერიანობა აღვიქვათ და თერაპიული მიმართულებითაც შავი ფერი საერთოდ არ გამოიყენება. და რა სიტყოდი იმ ადამიანებზე, ვისაც ტანსაცმელზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად არ უყვარს ფერადოვნება და უყვარს შავი ფერი. რამეს გვანიშნებს ის ამ ჩაკრების თვალსაზრისით თუნდაც? ალბათ თვით მოწყენილობას, რაღაცნაირად ძალიან ცოტა დეპრესიულობა შეიძლება ვთქვათ, შეიძლება ადამიანს სულ ჩავები ეს თავდაჯერებული იყოს, მაგრამ თუ ესე ვთქვათ, მისი ცხოვრება არის უშავებით მოსული, აი ეს თავისი მრავალფეროვან გამოხატვას, სხვადასხვა თვისებებით შეიძლება ვთქვათ, რომ ეწინააღმდეგება. იმიტომ რომ ფერადოვნება აღიზიანებს და ვერ იღებს. შეიძლება ვიღაცა ინტოლერირებს და ხო, ზუსტად ეგ უნდა მეთქვა, იცი რა არის? ძალიან ბევრჯერ მქონია შემთხვევა და кейსი, როდესაც
რამაც დამარწმუნა, ეხლა პატარა დასკვნას გავაკეთებთ. ადამიანებში ზოგადად ინფორმაციის ნაკლებობამ შეიძლება რაღაც ცრუწმენები გამოიწვიოს, თუნდაც ფერებთან დაკავშირებით და არასოდეს როდესაც არ გვიცდია რამე ჩვენს თავზე, არასწორი წარმოდგენა გვექნება ისევ და ისევ ჩვენ თავზე. ხო მგონია რომ მე მხოლოდ აი ხასხასა ფერები არ არის ჩემი, არ შემესაბამება და ვიქცევი კიდევაც ესე რაღაცნაირად თითქოს დაწკუნული და როგორც კი აი გადავდივართ, თუნდაც ჩაცმულობის თვალსაზრისით ფერადოვნებაზე, ადამიანის რაღაცა სხვაველი იხსნება ხოლმე, თითქოს ხა ძალიან ფილოსოფიურად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენს ქცევაზე ზემოქმედებას ახდენს ის, რაც ფერიც გვაცვია. ამას წყალი არ გაუღეს, ეს მეცნიერულად დამტკიცებულია, ფერების თეორია, აი ამ თეორიის ირგვლივ არსებობს, ასე ვთქვათ. ამდენად თუ ჩვენ ვცადეთ და მერე დავასყვენით, რომ ეს ჩვენი არ არის, მაშინ უფლებას ვიტოვებთ, რომ თქვენ გქონდეთ ეს აზრი, უფრო სწორად უფლება გაქვთ და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მას. მაგრამ ხშირად ეს არის ხოლმე ყველანაირი ექსპერიმენტის, ყველანაირი ცოდნის და ცდილობების მიღმა დარჩენილი რაღაც ცრუ დასკვნები საკუთარ თავზე, საკუთარ ხასიათზე, საკუთარ ენერგიებზე და საკუთარ გარეგნობაზე. რაც მინდა რომ ძალიან მინიმუმამდე დავიყვანოთ, ხა ინფორმაციული ერა გვაქვს და თუნდაც ახლა ჩვენი ლაივის თვალსაზრისით თუ ისეთ ინფორმაციას გვიზიარებს, რომ შეიძლება რაღაც ახალი აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში, ხო? ამიტომ თან უკან როგორ ფერებს ვაყურებინებ თელ პაგიდას რომ ყველამ მე შევეცადე რომ ესეთი ფერადოვნება რაც შემეძლო შემომეტანა თან როგორი გაფერადებული ვარ და რა ვიცი მინდა რომ გავცადოთ ხალხო რაღაცა ახალი ფერების თვალსაზრისით ამ შემთხვევაში ეხლა მომაფიქრდა უცებ აი გაიხსენე შენს და სხვებმაც აი შავ ფერს რო ვიცმევთ ხო აი ხა მეც მაგალითად შავი ზედამაცვია და ნუ ყვავილებიანი პერანგი მაგრამ მაინც შავ ფერს როცა ვიცმევთ ხოლმე თითქოს დისტანცირებას ვაკეთებ და საზღვარს ვაკეთებ ჩვენსა და გარესამყაროს შორის. თითქოს ზედმეტად რო არ მოვიდნენ სიახლოვეში, არ შეთამამდნენ თითქოს თავდაცვა არის თუ არ იმიტომ მინდოდა გაზიარება, რომ რაღაცა სხვანაირად შეიძლება ანთოს ტვინში იმ ფერის თერაპიული მოქმედების მიღმა. მოკლედ ამ ფერების სიხშირეების სკალაზე საერთოდ არ არის შავი ფერი. თეთრი ფერი. და რომ ფერთა ბორბალზე საერთოდ არ არის არც შავი და არც თეთრი. ფერად არ აღიქმება. თვალს რო ხუჭავ, რა ფერს ხედავ? შავს. ხო? ან შავს ესე განმარტავენ, რომ შავი არის ის ფერი, სადაც სინათლე არ არის. იმიტომ რომ თუ რაღაც ობიექტს არ მოხვდა სინათლის სხივი, ვერ აღიქმება ღამე რატო ვერ ხედავთ ფერებს. იმიტომ რომ სინათლის სხივი არ არის და შავ ფერს აი ესეთი განმარტება აქვს, რომ შავი ფერი არის ფერი, როდესაც იმ სივრცეში არ არის სინათლე და რაღაცაირი არ ვიცი მე ისე მხვდება ეს განმარტება გულში, იმიტომ რომ რაღაცა სინათლე გვაძლევს საშუალებას, რომ ეს მრავალ ფერიანობა აღვიქვათ და თერაპიული მიმართულებითაც შავი ფერი საერთოდ არ გამოიყენება. და რა სიტყოდი იმ ადამიანებზე, ვისაც ტანსაცმელზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად არ უყვარს ფერადოვნება და უყვარს შავი ფერი. რამეს გვანიშნებს ის ამ ჩაკრების თვალსაზრისით თუნდაც? ალბათ თვით მოწყენილობას, რაღაცნაირად ესე ძალიან ცოტა დეპრესიულობა შეიძლება ვთქვათ, შეიძლება ადამიანის სულად შავები ეს თავდაჯერებული იყოს, მაგრამ თუ ესე ვთქვათ, მისი ცხოვრება არის უშავებით მოსული, აი ეს თავისი მრავალფეროვან გამოხატვას, სხვადასხვა თვისებებით შეიძლება ვთქვათ, რომ ეწინააღმდეგება. იმიტომ რომ ფერადოვნება აღიზიანებს და ვერ იღებს. შეიძლება ვიღაცა ინტოლერირებს, ხო, ზუსტად ეგ უნდა მეთქვა, იცი რა არის? ძალიან ბევრჯერ მქონია შემთხვევა და кейსი, როდესაც რამაც დამარწმუნა, ეხლა პატარა დასკვნას გავაკეთებთ. ადამიანებში ზოგადად ინფორმაციის ნაკლებობამ შეიძლება რაღაც ცრუწმენები გამოიწვიოს, თუნდაც ფერებთან დაკავშირებით და არასოდეს როდესაც არ გვიცდია რამე ჩვენს თავზე, არასწორი წარმოდგენა გვექნება ისევ და ისევ ჩვენ თავზე. ხო მგონია რომ მე მხოლოდ აი ხასხასა ფერები არ არის ჩემი, არ შემესაბამება და ვიქცევი კიდევაც ესე რაღაცნაირად თითქოს დაწკუნული და როგორც კი აი გადავდივართ, თუნდაც ჩაცმულობის თვალსაზრისით ფერადოვნებაზე, ადამიანის რაღაცა სხვაველი იხსნება ხოლმე, თითქოს ხა ძალიან ფილოსოფიურად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენს ქცევაზე ზემოქმედებას ახდენს ის, რაც ფერიც გვაცვია. ამას წყალი არ გაუღეს, მეცნიერულად დამტკიცებულია, ფერების თეორია, აი ამ თეორიის ირგვლივ არსებობს, ასე ვთქვათ. ამდენად თუ ჩვენ ვცადეთ
და მერე დავასყვენით რომ ეს ჩვენი არ არის, მაშინ უფლებას ვიტოვებთ რომ თქვენ გქონდეთ ეს აზრი, უფრო სწორად უფლება გაქვთ და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მას. მაგრამ ხშირად ეს არის ხოლმე ყველანაირი ექსპერიმენტის, ყველანაირი ცოდნის და ცდილობების მიღმა დარჩენილი რაღაც ცრუ დასკვნები საკუთარ თავზე, საკუთარ ხასიათზე, საკუთარ ენერგიებზე და საკუთარ გარეგნობაზე. რაც მინდა რომ ძალიან მინიმუმამდე დავიყვანოთ. ახლა ინფორმაციული ერა გვაქვს და თუნდაც ახლა ჩვენი ლაივის თვალსაზრისით ეთო ისეთ ინფორმაციას გვიზიარებს რომ შეიძლება რაღაც ახალი აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში, ხო? ამიტომ თან უკან როგორ ფერებს ვაყურებინებ თელ პაილიტას რომ ყველა მე შევიცადე რომ ესეთი ფერადოვნება რაც შემეძლო შემომეტანა თან როგორი გაფერადებული ვარ და რა ვიცი მინდა რომ გავცანდოთ ხალხო რაღაცა ახალი ფერების თვალსაზრისით ამ შემთხვევაში. ეხლა მომაფიქრდა უცებ აი გაიხსენე შეეც და სხვებმაც აი შავ ფერს რო ვიცმევთ ხო აი ხა მეც მაგალითად შავი ზედამაცვია და ნუ ყვავილებიანი პერანგი მაგრამ მაინც შავ ფერს როცა ვიცმევთ ხოლმე თითქოს დისტანცირებას ვაკეთებ და საზღვარს ვაკეთებ ჩვენსა და გარესამყაროს შორის თითქოს ზედმეტად რო არ მოვიდნენ სიახლოვეში არ შეთამამდნენ თითქოს თავდაცვა არის ერთგვარი მე მაგალითად ესეთი გაჩნია იცი რა გაჩნია ალბათ ხო თუ ყოველდღიურობაში არის და აი არის ხომ იცი როგორი რაღაც აი თუ შავი ფერი ჩვენთვის არის ფერი აი როგორც ფერს ვიღებ და ვიცმევ მე ძალიან მიყვარს შავი ფერი და ამიტომ მას ყოველდღე არ ვიცმევ ვიცმევ საზეიმო აი რაღაცა როცა ძალიან კარგად მინდა რომ რაღაცა გამოვიყურებოდი რაღაცა საღამო არის მან გრძნობ ძალიან გაპრანჭულად ესე ვთქვათ თავს მაგრამ თუ ეს ჩემი ყოველდღიური კომფორტის ველი არის უკვე რომ აი მეზარება რაღაცების არჩევა და თავდაცვა არის შენიღბვა არის და რაღაცის ამოფარება არის რომ აი მირჩევნია რომ რამე არ გავრისკო და ისევ კომფორტულად შავები ჩავიცვა იგივე მაგ ჭრილშიც ალბათ მაგ სიღრმეშიც შედის რომ მე ქვეცნობიერის დონეზე ვიმალები რაღაცა ჭრილში მინდა ვიყო ალბათ ხო? ან ჭრილში არა უბრალოდ აი ზუსტად წვეულებაზე რომ მივდივარ და დიდ მასებთან მიწევს ურთიერთობა დაცვით მექანიზმად ვიყენებ ესე ვთქვათ არაცნობიერად რა მაინც და მაინც ჩაკეტილობასთან ხო? კი ბატონო კი ბატონო აი ეხლა რამე კითხვები თუ გაქვთ თუ არა და ნელ-ნელა გადავდივართ უკვე გონგის შხაპებზე ხო ჩემი საყვარელი პროცესი ერთი-ორი სიტყვაც ბგერაზეც ვთქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია ბგერა საერთოდ რატო არის გონგები ჩვენთვის თერაპიული და ზოგადად ერთი თერაპია. ბგერაც ესევე არის ტალღა და ტალღას როგორც ფერზე ვთქვით გააჩნია თავისი სიხშირე, მაგრამ ეს ტალღა არის რომელიც არა თვალით, არამედ ყურით აღიქმება. ხეულით ეთო? ბატონო? ხეულითაც აღიქმება და არის გამასწარი, იმიტომ რომ ფერებით რეალურად ეს ტალღები რომ მოდის, ამას ჩვენი კანის დახმარებით ატარებს ჩვენი სხეული და ვინაიდან და რადგანაც ბგერის გავრცელების სიჩქარე 4-ჯერ 5-ჯერ მეტია წყალში ვიდრე ჰაერში და ჩვენი სხეულის 70% წყალი არის, ჩვენი სხეული კიდევ უფრო მეტად ატარებს. მეტად ვიბრირებს ამ ბგერებზე. კი და რატო არის ეს სამკურნალო? იმიტომ რომ ამ თითოეულ ბგერას აქვს თავისი გავლენა სხეულზე, თავისი გეომეტრიული პატერნი აქვს, ესე ვთქვათ, და ამ ენერგეტიკულ ველს, ჩვენს სიხშირეს, რაც ჩვენს ვიბრირებთ, ესე ვთქვათ რა, ჩვენს გვაქვს ჩვენი სიხშირეები, თავის კანონზომიერებაში swabs. და ზუსტად ამიტომ არის რომ მაგალითად ქრისტიანობაში, რელიგიაში ძალიან გალობა ხო ყველას მოგისმენიათ. უბრალოდ ხოს როგორ გრძნობ თავს ამ ბგერებს რო უსმენ შვიდდები, კეთილშობილდები, მანტრებსაც აღმოსავლურ რელიგიებში ეს დანიშნულება აქვთ და ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვებს ზოგადად რას ვლაპარაკობთ, არა მარტო ინსტრუმენტებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, ალბათ მოგვისმენია რომ გაუშვით სიტყვებით კარგი ენერგია და ეს რატო ხდება, რასაც ვამბობთ, ამისი გაჟღერება ხდება ჩვენს თავში, ანუ ეს მან ბგერები უკან ჩვენში აღწევს და შესაბამის მდგომარეობას ვაყენებს. აი მე რას ინტერესოვანია, არ მიფიქრე, ესე იგი ჩვენ, ნახე, მე ასე მჯერა, ყველა კეთილ სიტყვას, ანუ თავისი ვიბრაცია აქვს პოზიტიური, ხო? რაღაც სასიკეთო ენერგია აქვს, ესე ვთქვათ, ხო? ვიბრაცია ხო იგივე ენერგია აქვს და აი ხა შენ რაც თქვი ეს მენიშნა რომ ხო ჩვენ ვამბობთ რომ კოსმოსში უშვებ და უკან ვიბრუნდება. აქვე მიბრუნდება უკან, ხო? იმიტომ რომ ჩემი მე თვითონვე ხომ მესმის ეს. ანუ შიგნიდან ხო უფრო ხმამაღლა მესმის ეს, რასაც წარმოვთქვა. კი და აი ბრაზი, ჩუბი ეს არის ძალიან დაბალვიბრაციული სიხშირეები და შენ რომ შენ თავს აკრიტიკებ, ეუბნები, დებილი ხარ, უშნო ხარ, წარუმატებელი ხარ, აი ამ სიტყვებს აი ეს სიხშირეები, ეს დაბალვიბრაციული სიხშირეები შენი ბგერითაც ხო ჟღერდება და ამასაც აღიქვამს ორგანიზმის სხეული რა და იგივე როგორც ხო, კი ზუსტად ეგრე არის როგორც ვთქვი და მოქმედებს ეს ძალიან მაგიტო არის ესეთი პრაქტიკები
რომ დადექი სარკესთან და შენ თავს უთხარი რომ რა ლამაზი ხარ წერე რომ ლამაზი ვარ სარკეს თავის რო აირეკლავს ალბათ ახლა სარკეს შენ თავს უმეორებ და ნუ სარკეში თვალებში უყურებ და იქ სხვა პროცესი მიდის თუმცა აი როცა მაგალითად ფეხი გადაბრუნდება და წაიქცევი მაინც ყოველთვის უნდა უთხრა შენ თავს რომ არა უშავს მე აქ ვარ შენთან ვარ გავაგრძელ და წარმოდი გავაგრძელოთ გზა და არა ის რომ ჩვენი თავი უფრო დავთრგუნოთ იმიტომ რომ ეს არ წაგვიყვას ის რომ ბავშვი უნდა დასაჯო ძალიან და რაღაცები უთხრა რომ მე კარგი გაიზარდოს აი პრინციპი ეს არ მოქმედებს რა ანუ არ მოქმედებს არც არაფერზე არ მოქმედებს ეგ ასე რომ მოდით შევთანხმდეთ რომ ბგერას აქვს ძალიან დიდი ზემოქმედება ამ სიხშირეს აი ამ ვიბრაციებს ესე ვთქვათ ბგერა თავის მხრივ არის რა ხო რაღაც ჰაერის ვიბრაცია ხო ტალღა არა ბგერა არ არის ჰაერის ტალღა აი გიტარა რო წარმოიდგინოს სიმი სიმს გამოკრავ თიც ხო ვიბრირებს მოძრაობს მაგ დროს ხდება ბგერის გაჟღერება და უბრალოდ ჰაერის მოლეკულების დახმარებით მე მოდი ჩვენ ყურავდეთ თორე ჰაერის ის არ არის რა ქვია ჰაერის ტალღა არ არის ან თვითონ ბგერის ტალღა უბრალოდ ჰაერი არის როგორც გადამტანი აი ინსტრუმენტებიც აი ახლა აი ეს მაგალითად ხო ეს ხო მეტალია აქაც გადის ბგერა და რომ იარწყავ რეზონირდება ხმა ისმის ხო ეს იმას ანიშნავს რომ ეს მეტალი არის თვითონ გასაგებია რაც კი მივხვდი უი როგორ ეთოსო ოთახში მე რომ ვიყავი კონსულტაციაზე ერთი ოთახი ქონდა მოწყობილი სულ ესეთი საოცარი ჯამებით ხალხო და უზარმაზარი გონგი ეკიდა და რაღაცა გეგონებოდა რომ რაღაც ჯადოსნურ სამყაროში ვიყავი და ისტორები რომ დავდე მე ვინანე რატომ ვიდეო და არ დავდე მე ვაჩვენებდე ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესი გამოიწვია რა იყო ეს ინსტრუმენტები ნუ გასაგებია ეს ტიბეტური ჯამები რაღაცა კიდე სხვანაირი უცნაური ხმების გამომცემი რაღაც ინსტრუმენტები იყო და მოდი რა ცოტა მეტი უფრო უკვე აქეთკენ მოვიყევი და გითხარი რა არის ესენი და რანაირად მკურნალობ შენ თქვი რომ ტკივილის დაყუჩებასაც კი ახერხებ ხო ესეთი ინსტრუმენტების დახმარებით. სიამბლეში მე არაფერს არ მკურნალობ ეს თვითონ სივრცე და ველი ენერგეტიკული ველი როცა იქმნება მაღალ ვიბრაციული და ადამიანი მოდის ესეთ სივრცეში აი ესე ხდება რომ ის არ ვიცი ხარ რამდენად აღქმადი იქნება მაგრამ ისე ვიტყვი როგორც არის რომ ყურიც მიეჩვიოს როდესაც ადამიანს სჭირდება დახმარება და თერაპევტთან მიდის თუნდაც ჩემთან მაგალითად მოდის მისი განკურნებას მე კი არ ვახდენ მის განკურნებას ახდენს ეს ველი რადგან როცა ამ ველში ხვდება მაღალ ვიბრაციულში მაღალ სიხშირულში წმინდაში და არა ბრაზში წენაში და ასე შემდეგ მისი უმაღლესი ვერსია მისი სული ესე დავარქვათ თუ გინდა იმასთან კავშირის აღდგენა ხდება და თვითონ ახდენს ადამიანი თვით გამოჯანმრთელებას თვით განკურნებას ანუ რეალურად სხვა ადამიანი ვისთანაც მიდიხარ ის უბრალოდ გიქმნის ველს ენერგეტიკულ ველს რაც ხელსაწყოა კი და მარტო აქ მაგალითად თერაპიაში რო ხარ მაშინ კი არ შეიძლება განკურნო ადამიანი განიკურნოს ადამიანი შენთან რომ მოდის მაგალითად იმდენად კარგი გარემო შეუქმნა თავისუფლად იგრძნოს თავი გამოხატოს თავისი თავი რომ აი ეს კავშირის აღდგენა მოხდეს საკუთარ თავთან და იმან უკვე დახილვა დაიწყოს ზუსტად მაგიტო ხდება ცვლილებები შენთან სეანსების შემდეგ რომ ადამიანები რაღაცნაირად თავის თავს ყოვულობენ ხო თავის მეს უკავშირდებიან თითქოს კი ბატონო კი ამას გზნობენ კიდევაც და ძალიან მახარებს კი ბატონო ესენი არის ყველაფერი ინსტრუმენტები რითაც ჩვენ ადამიანებს ამ შესაძლებლობას ვაძლევთ თავის მხრივ ესენი საკრალური ინსტრუმენტებია ძალიან მრავალწლიანი ისტორიის გონგი არის ესე ვთქვათ ტიბეტი ჰიმალაიით ამხრის ინსტრუმენტი ასევე ტიბეტური თასები აი ეს მეტალის ინსტრუმენტები თქვენ შეიძლება ნანახი გქონდეთ ასევე კრისტალური თასები, კვარცის თასები, ეს უფრო თანამედროვეობის ასე ვთქვათ მიღწევები, როცა ტექნოლოგია უფრო დაიხვეწა და მიიღეს ესეთი მდგომარეობა, ეს ტიბეტური თასები მეტალის არის უძველესი და იყენებდნენ თერაპიულად ყოველთვის, იმიტომ რომ ისეთ მდგომარეობაში გაყენებს, სადაც შენ თავს მშვიდად განიცდი. თუმცა მქონია ისეთ შემთხვევები, როცა გონგის ხმის მოსმენის დროს მაგალითად ვერ უგზნიათ თავი კარგად არ სიამოვნებთ ესეც იცი როგორი რაღაცა არის როცა გეი თერაპიაზე მოდიხარ შენ მიდიხარ საკუთარ თავთან მოგზაურობაში და ზოგჯერ სხვადასხვა მოგზაურობებს რო გეგმავ და წახვალს თუ ისეთ ადგილას მიხვედი რომ არ მოგეწონა უკმაყოფილო მოდიხარ თუ კარგ ადგილას წახვედი და ისე წავიდა ყველაფერი როგორც მინდოდა კმაყოფილი მოდიხარ ხო ეს და თუ არ მოგწონს გზაზე ნერვიულად ფენატიკაშენია ხო და შენ თავში როცა მოგზაურობ და იქ ჩაიხედავ და დაინახავ რომ
აქ რა ხდება, რა ქაოსია, გაჩერება არ მინდა, აი მაგ დროს ხდება ეგ მომენტი ზუსტად რომ არ მოწონს, იმიტომ რომ ეს გაბრუნებს საკუთარ თავთან. ძალიან გვარ გავაგრძელოთ, მე მგონი კარგად ძალიან ხანგრძლივი ლაივი გამოვივიდა. 7-8 წუთში უკვე უნდა წესით დავასრულოთ. და ისეთ რაღაცას გავაკეთებ, ვინც გვიყურებს, გავაკეთოთ, ვინც გვიყურებს, ახლა და ტალმები და პასტები აქვთ. მინდა რომ გთხოვოთ, რომ ჩამოწეროთ ამ მომენტში როგორ გრძნობთ თავს. როცა მოვისმენთ ამ ეხლა მინდა ეს შესავალი დამუშავება არის ესე ვთქვათ, თქვენი გულწრფელი მდგომარეობა ეხლა ფურცელზე დაიტანოთ როგორ გრძნობთ თავს. მე ეხლა დავინიშნავ დროს, რამდენიმე წამი 1 წუთი ვთქვათ. ჩამოწერეთ ყველა სიტყვა რაც მოგდით, კარგი, ცუდი, ნებისმიერ შეიძლება რომ სახლი მანქანაც კი მოვიდეთ, რა სიტყვებიც მოგდით, ყველაფერი ჩამოწერეთ აბსოლუტურად. როგორ გრძნობთ ეხლა თავს? უწრფელად. მე თან დავუკრავ. საკმარისია. და ეხლა ეს იყოს ესე გვერდზე გვედოს ფურცელი და მოვთავსდეთ კომფორტულად, მივეყრდნოთ რამეს, გავიკეთოთ ყურსასმენები, ხო ისმის ჩემი ხმა ესე? კი. გავიკეთოთ ყურსასმენები, მივეყრდნოთ. ეხლა რამდენიმე წუთი და 3-4 წუთი უბრალოდ დავუკრავ, გაგაცნობთ ბგერებს, ცხადია ისეთ ტრანსლაციას ვერ აკეთებს ეს მიკროფონი, როგორც ნატურალურად არის, მაგრამ იმედია კარგი გამოვა და წეღან თასის ძალიან კარგი. და აი ესეთი რაღაც მინდა რომ გავაკეთოთ. მარჯვენა ხელი დავიდოთ გულმკერდზე, ესე. და მარცხენა ხელი მუცელზე. დახუჭეთ თვალები. მე თან აქ ვიმოძრავებ კამერაში, თქვენ დახუჭეთ თვალები. ჩაისუნთქეთ ღრმად, ისე რომ მუცელი გაბეროთ. და ამოსუნთქვის დროს თითქოს აი ჭიფს აკრავთ მუცელს და ბოლომდე გამოუშვით ეს ჰაერი. შევისუნთქე, გამოვისუნთქე. სამჯერ გაიმეორეთ ეს შემთხვევა ამოსუნთქვა. თვალები არ გაახილოთ.
ეხლა შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენს პასტა ფურცელს, თვალები გაახილეთ და დაწერეთ როგორ გრძნობთ თავს. რამე თუ შეიცვალა და აკვირდით სხეულში, რას გრძნობთ, ხო არ წამოგახურათ სადმე, ან რამე ვიბრაციას თუ გრძნობთ, არ ვიცი როგორ მოვიდა ხმები, მირენ მოდიოდა ისმოდა კარგად. ისე არის ისმოდა როგორც ოთახში ბუნებრივია, იმიტომ რომ მაგ დროს თითქოს ფიზიკურად მე მაგალითად ბურწკლავდა შენთან ოთახში. თან მივხვდი იმისა, რომ ამდენი ბგერა არ გამიგია თუნდაც ასეთი დონის. მაგრამ ის იმდენად ახმადი იყო ყველა ინსტრუმენტის სხვადასხვა ბგერა და არც ჩემთვის ძალიან კარგი იყო. როგორ გაგვიზიარეთ მეგობრებო? დასვენებულად და საუბარი მე გავაგზავნოთ. კი ბატონო. ჩამოწერეთ, მოკლედ ეხლა როგორ გრძნობთ თავს და ასევე ჩამოწერეთ რა გინდათ, აი ამ მომენტში რას ისურვებდით. ერთი წუთის განმავლობაში ესეც ჩამოვწეროთ და მე უკვე წავიყვანთ შეჯამებისკენ. დაფიქრდით რა გინდათ ხო ყველაზე მეტად. ძალიან კარგი. ეხლა ეს რაც გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, არ არის რაღაცა ისეთი ძლიერი ტექნიკა და მაგალითად ბგერებიც ისე შეიძლება ვერ მოისმენთ, როგორც ლაივში ხდება, თუმცა ეს არის იმპულსი ტვინისთვის და მენტალური მდგომარეობისთვის, რომ დაიწყოს რაღაცა ახალზე ფიქრი, დაუკვირდეს საკუთარ თავს და ესე ვთქვათ, მცირედი გავარჯიშება. სიმყუდროვეში როცა იქნებით, თქვენ თვითონაც შეგიძლიათ აი ესე იჯდეთ და წეროთ, როდესაც ემოციები დაგიგროვდებათ და არ იცით სად წაიღოთ, მაგალითად შეგიძლიათ რომ უბრალოდ წეროთ, რას განიცდით და ესე გამოიტანთ თქვენ ემოციებს. ასევე შეგიძლიათ ჩართოთ მუსიკა, სამედიტაციო ჰერცები ამ პერიოდის განმავლობაში და ინახავთ თავს როგორ კარგად იგრძნობთ. ან თუ ეხლა ვერ მოახერხეთ რაღაც ისეთ ადგილას ხართ, ლაივის ჩანაწერი დაიდება და ხელახლა ეს დააპრაქტიკეთ და ნახოთ აბა. რა საყვარლები არიან, ერთი წერს ფენშუი, შარმი, რომ დასვენებლად ცოტა ძილი მინდა ახლა და ნანუკა წერს რომ მე ვისურვებდი ეს სიმშვიდე არავინ დამირღვიოს. ძალიან ბედნიერი ვარ თუ შევწერით მცირედი სიმშვიდის. მე მქონდა განცდა, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევით არ მოვდუმდი და არ მაინც ვხურავდი ეკრანს, თითქოს აი რატომღაც გამახსენდა რაღაც ბავშვობის დროინდელი ძველ ტელევიზორში ნანახი ფილმები და თითქოს იმ ფილმის პერსონაჟი ვიყავი, რაღაცნაირი ზღაპრული გარემო იყო თითქოს ჩემს ირგვლივ. ესეთი ასოციაცია წამოიღო. კარგი. სასიამოვნოდ გრძნობდი თავს, ხო? ბავშვურ მოგონებებთან. კი, ძალიან პოზიტიურად. მიხარია ძალიან. ხო, კიდევ მე ხო არ გწეს რამე კითხვას, რამე კითხვა ხო არ არის ერთი რის რაზეც შემიძლია პასუხი რომ გაგცეთ? ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გიყურეთ. მეგობრებო, ცოტა გრძელი ლაივი გამოგვივიდა და თავიდან რთულად შეიძლება მოგეჩვენოთ ეს ყველაფერი რაც გაჟღერდა, თუმცა ვფიქრობ ესე თემა ბოლომდე ვერ ჩავშალეთ, ბუნებრივია, იმდენად ღრმა საკითხები მიმოიხილა ჩვენთან ერთო, მაგრამ დავინახეთ შორიდან რა არის ჩვენს ირგვლივ და რა შეიძლება გავეცნოთ, რამდენი ინფორმაცია არის ჩვენს გარშემო, რაც ჩვენ არ ვიცით, რაც ჩვენთვის ახალი პრაქტიკა, რამდენი რამე არის ახალი ჩვენს ირგვლივ, რამაც შეიძლება რომ უკეთეს ხვალინდელ დღესთან მიგვიყვანოს, უკეთეს მომავალ წუთთან მიგვიყვანოს, ხო, თუნდაც ეს პაწაწინა ზარის ხმები და გონგის ხმები, რამდენად ყოვლის შემძლე აღმოჩნდა, რომ გადაგვიყვანა თითქოს, ხო, რაღაც ტრანსფორმირება მოახდინა, ხო? ამდენად ის პატარ-პატარა პრობლემები, დიდი პრობლემები, რაც ყოველდღიურობაში არის ჩვენთან, დავფიქრდეთ, რომ შეიძლება პაწაწინა რაღაცამ შეცვალოს და უცებ მოაბრუნოს რაღაც სასიამოვნო ტალღად, ხო, ალბათ ამას ვიტყოდი. მე პირადად ეს ინსაიტი მივიღე ხა ჩვენ დღევანდელი შეხვედრიდან. გაგვიზიარეთ მეგობრებო თქვენც. გისმენთ შეადუსმეთ. მოკლედ ვინც აქტიურად წერს, ყველა წერს რომ დაისვენეს სასიამოვნოდ განიტვირთნენ და ძალიან კარგი იყო. მე ჩემი მხრიდან შენ მინდა რომ გითხრა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ შენ აუდიტორიასთან მომეცა საშუალება ამ საკითხებზე მესაუბრა. როგორც აღნიშნე, ბევრთვის შეიძლება უცნობი იყოს, მაგრამ აი ესე პატარა მეც ესე ვისმენდი ვიღაცების სიუჟეტებს და წლების წინ და ესე ილექებოდა ინფორმაცია და შემოდიოდა ახალ-ახალი ინფორმაციები ჩემს გონებაში და ვინმესთვის თუ საინტერესო იქნება და რაღაც ახალს გაიგებს და სიკეთეს მოგუტანთ,
ამ კუთხით ძალიან გამიხარდება და მადლიერი ვარ რომ შენ ეს შანსი მომეცი. პირიქით, ინტერესით ძალიან დიდი მადლობა შენ, ძალიან დიდი მადლობა. ხარ და არ ვიცი ერთი სიამოვნება არის შენთან ურთიერთობა. ვისურვებდი რომ ლაივში კიდევ ხშირად შევხედროდით და გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილებები. ძალიან დიდი სიამოვნებით. ლაივში ყოფნა, ან ინსტაგრამლა როგორც ლაივში, ასევე ინსტაგრამ ლაივში. ასევე ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა სამყაროს, რომ ამდენი საინტერესო ქალის გაცნობის შანსი მომეცა ხალხო და პლუს კიდე რომ ამ ყველაფრის ტრანსლირება შემილია თქვენთან. ძვირფასო მეგობრებო, ეთო უდიდესი მადლობა შენ, რომ ხარ, რომ აგრძელებ მოღვაწეობას სხვადასხვა მიმართულებით და ხარ ჩვენთვის როლ მოდელი, ჩემთვის ხარ მართლა მოტივაცია და აი ერთ-ერთი სანიმუშო ადამიანი, როგორ შეიძლება რომ ქალმა თვით განვითარება მოახდინოს და გახდეს საკუთარი თავის პატრონი, ესე ვთქვათ, რა პირდაპირ და გარკვეული მნიშვნელობით. ძალიან მინდა ყველას გითხრათ, მოგმართოთ, ეხლა დიდი აუდიტორია ალბათ ჩანაწერს უყურებს უფრო მეტად. თუ კი თქვენს თვლით, რომ ხართ საინტერესო ადამიანი, გამიჩნდა ეს სურვილი, რომ ესე მივმართო აუდიტორიას. თუ თვლით, რომ გაქვთ რაღაცა საინტერესო საქმიანობა, ან რაღაც საინტერესო სათქმელი დანარჩენი ქალების აუდიტორიისათვის, რაც ეთო მახსენა რაღაცის აღმოჩენაში, რაღაცის გაუმჯობესებაში დაეხმარება, ძალიან გთხოვთ მომწერეთ აუცილებლად და გამიზარეთ თქვენი ინფორმაცია და დიდი სიამოვნებით დაგითმობთ ჩემს პუბლიკას, აუდიტორიას, თუ რავი, რაც ქვია, აი ამ ადგილს გადაოცა. ძალიან მაგარი შეთავაზებაა და აი ახლა ყველამ გახსენით თქვენი ყელის ჩაკრები და გამოხატეთ ეს სურვილი. კი ბატონო. რა თუ ამბებს რა უყოთ ახლა ჩვენ რას ჩავწერეთ? წავიკითხოთ ხოლმე ხო? წავიკითხოთ მქონდეს ახლა შენ წაშალებ თუ მინდა. ვიცი რა არის, დავაკვირდეთ, შევინახოთ, თარიღი დავაწეროთ. და აი მდგომარეობა რაც დავწერეთ პირველი და მერე სურვილები, რაღაცა პერიოდის მერე კიდე დავწეროთ და შევადაროთ როგორ იცვლება ჩვენი მდგომარეობა. და სურვილები. იმიტომ რომ ზოგჯერ არის რომ რაღაც ერთი სურვილით იწყებ გზას და მერე გზაში იცვლება ეს სურვილები და ის საერთოდ არ გაინტერესებს და ამისთვის დასაიდენტიფიცირებლად კარგი იქნება. მშვიდობიანი ღამე, ღამენების და ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც გვიყურა. დროებით.